მოგესალმებით მეგობრებო, შოვის პროტოკოლის მეხუთე ეპიზოდით. დღეს დარღვევის დღე გვაქვს და სანამ გადავალთ მადის აღმზრდელ კადრებზე, იქამდე შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური სპონსორია ბელგიური სპორტული დანამატების ბრენდი Qinti, ასევე დარბაზი Vortex-ი და როგორც ხედავთ, ჩვენ და წისქვილი ტერასა დავმეგობრდით. ხალხი რო გინდოდა ხო გახსოვს? რომ ხარ? პირველ რიგში ხაბაბი მინდაო რა. ხალხია. უმრავლესობისთვის განსაკუთრება არის ყოველთვის ასოცირებული მოხარშულებთან, რაღაც საშინელ საჭმელთან, მუდმივად ქართლის ფილე კვერცხის ტრიალთან. თუმცა ესეც რომ მაგ პროცესის ნაწილია, ვიდეოშიც ავხსნით, მაგრამ მე მაინტერესებს შენი პერსპექტივა როგორ იყო, სანამ ზოგადად პროექტში მონაწილეობას მიიღებდი რა. მეც ესე წარმოვიდგინე სიმართლეობით რა. რაღაცა ერთი და იგივე სულ რაღაც. მოსაბეზრებელი საჭმელები რა. ვერ იტყვი რა მაინც ესე. არ ველოდი ეს სიტუაცია თუ იქნებოდა მართლა ანუ არჩევანიც არის, გემრიელი ყველაც არის იდეაში რა. ხო, მაგრამ ეხა ეს ყველაფერი ცოტა ხანს მოგაკლდება. მე ერთიანად რომ მოდის ასწორებს. ხო, ერთიანად რომ ხარ იდეაში შენი კვება დიდად არ განსხვავდება სხვებისგან, თუ პროცესის ნაწილში ისე ჩასვავ, რომ ხელი არ შეუშალოს რა. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ათაურებას, რაღაცები გავაგებინე და ეს ახლა გებჟალია სამეგრელოსთვის არის აი რაღაც იმნიშნელოვანესი კერძი და არ მეგონა რომ ესე კარგად აი ბებია ჩემი რო აკეთებს ეგრე კარგად გონია რომ ვერავინ ვერაზრს ვერ იზავს და განახლებული რეცეპტითა ძალიან მომეწონა რა. ძალიან ლამაზია, იმდენი ფერებია რაღაცა. თაიგურია. ისიც უნდა დავიწყოთ. გახსოვს, უნდა გადავიღოთ მალე დიფურზე როგორ შეგიხარ. მაღაზია როგორი განწყობით ხარ, რა სიტყვი. ვიცი რა ზამხდება დაახლოებით. ფსიქოლოგიურად ვემზადები. პროცესი როგორ მიდის, შენთვის რამდენად კომფორტულია ეს ყველაფერი და მაყურებელს მინდა ეგ პერსპექტივაც ვანახოთ რა, რომ პროცესი არ უნდა იყოს ზედმეტად სტრესული რა და ვცდილობ შენთან რომ არა მხოლოდ კლებაზე ორიენტირებული იყოს, არამედ უფრო ხშირად აი რო გიკითხები, აბა თავს როგორ გზნობ, სტრესში ხო არ ხარ და რაღაცა რა. მოკლედ გეტყვი რა. ალბათ არასდროს არ იქნებოდა ეს არჩევანი ყოფილიყო, არასდროს არ იქნებოდა ამის დრო, ამ ყველაფრის დრო რა. მაგრამ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებთ რაღაც რო გინდა ყველა ორიენტში გამონახავ მაგისთვის დროს რა. თან ეხა უკვე იმ დონემდე ვარ და ისეთ ნაბიჯებზე ვარ მოსულები რომ უკვე ანუ სტრესი და ძალით რაღაცის გაკეთება და აწევა აღარ არის. უკვე რაღაცა შენ ციხოდები უცებ პატარა წონი ამღელა წონები და ვიდი მოვდივარ მოკლედ. მაკაცურად ვარ ხოლმე. ხო, თან გიხარია დარბაზში მოსვლა ერთმანეთს შეხედვა ლაპარაკი ჭორობ. კი, მესმისრულია. ხო რა, რაღაც არ თამაშობ, არ მსახიობ, ჯამში ხარ ამდენად დაკლებული. 9 კილო გამოვიდა უკვე. ჩვენ ნახევარში უკვე 9 კილო არის. ჩვენ ნახევარი უკვე გავიდა, არა მალე გავიდა. დაჟე ეს ვიდეო რო დაიდება, კიდევ ერთი კვირა კიდე მეტი შეიძლება იყოს რა. გონია რომ ჩვენ გადავალთ უკვე ვიდეოს ბოლოსკენ პუნქტის გამოკვეთის პროცესზე და არა მხოლოდ ცხიმიშლის პროცესზე რა. ხო, იდეაში ამ ეპიზოდით ჩვენ ყველას გვინდა რომ შევახსენოთ რომ ეს არის ნორმა, ეს არის ის ნაწილი, რაც ჯანსაღ ცხოვრებას ასევე ეხება და ზოგს რო არ სჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ხბოს ქაბაბი, მით უმეტეს როცა ესეთი მაღალი ხარისხის პროდუქტები ამზადებული შეიძლება ჩაჯდეს. რეალობა არის, ჩემს ყველა მოსწავლესთან რეალობა არის და არ არის უბრალოდ კადრებისთვის არჩეული რამოდენიმე კერძი რა. ბიჭო, თქვენ ნახევარი ელოდებოდი რომ ხბოს ქაბაბი გეჭამა რა. ხო და ეხლა საუბრობთ, ჯერ არეთ გაწეულ ხარ რა. ხო და მიდი გადავიდეთ იმ დამაგვირგვინებელ ნაწილზე. გადავიდეთ, მაგრამ ხო იცი გემრიელ უკანს ბოლოს ციტავებ ხოლმე რა. ესმის რა, ესმის. თან ისეთი ლამაზია რომ დაჟე არ უნდა შეხვანი, სუნდა უყურო რა. მაგრამ რა ქრისტის ვარ, სახე უნდა გაძრეს. უნდა თქვენ ნახევარ გოგინარ? აუ ძალიან მაგარია. ეს განწყობებული რომ ძალიან კარგი იქნება. ეს არ არის ჩვეულებად დამატებითი კვება, არამედ ჩვეულებად რობის მეორე კვება ამოვიღეთ და მეორე კვების ნაცვლად ჩავსვით ხალხი. დღე დაიწყო კვერცხით, შუა დღეს ვაგზავნებთ ქაბაბით. რა პრობლემა არის? ღირდა თქვენ ნახევარი ლოდინა, ხო? აცი კიდე უკეთესი კვირები გველოდება წინ, იმიტომ რომ დარღვევას ჩასმული არის, დასვენებებზე გადავდივართ და ნუ ვარჯიში რა თქმა უნდა მთელი ძალებით. რატომაც გონია რომ მე ხამ დარღვევით კიდე რაღაცა
ენერგიების ლეველები წამოვა რა. ამიტომ რას დავაკვირდი, იცი? ამ კალორიულ დეფიციტში და სუცილაზე ფიქრში და რაღაცა. თითქოს კი ამდენ წონებს უმატებ, მაგრამ თითქოს მალე დავიღალი რამდენჯერმე და მე ჩემ თავს ვაძალებდი, რომ მალე არ უნდა დავიღალო და რამდენჯერმე გითხარი, ფეხი რომ უნდა აწიო და ხელით რომ უნდა გადადგეს. ორივე ხან ერთი ხან მეორე. კი, ანუ გაწევრილად რო გქონდა ნახშირწყალი, ეგ ენერგიას ამცირებს, მაგრამ ეხლა უკვე გადავდივართ ძალიან სტანდარტულზე, ესენი ჩაჯდება და ის ენერგია, რაც აქამდე დანაკლისზე უმუშაობდით, სტანდარტული ადამიანის რაოდენობით გექნება და პირიქით ვარჯიშის წონებსაც მოუმატებთ, რაც ბოლო ერთი კვირა მაინც პროგრესზე თავი შევიკავეთ, რომ გამზადებული იყო ორგანიზმი ამ ყველაფრისთვის. და საბოლოო ჯამში მე ეხლა სანამ ამ გემრიელ ლუკმას გადავყვაყავ, გეტყვით რომ მოდი ისევ დარბაზში გადავინაცვლოთ, რომ ჩვენ შევირგოთ ეს საჭმელი. და რობის ტანჯვით გავაგრძელოთ ეს ეპიზოდი. ურა ლუკმა იყო. შევიდე? ცოცხალი იქნება ვითო? მოდი ძმა. რაკები? გამრჯობა. რაღაც დამეტანე ცოცხალთა ხარ. გული პეთქავს. აუ თავიდან ისე დაიწყო პირველი 10 წუთი მეთქი აქ დავწობი და მეთქი გიო შემოვა და გამიტანს მეთქი არის. რაღაცა ძალიან გატროყვა იყო. სხვათა შორის მართლა პირველად შევიდა, აქამდე უთხარო 1-2 ჯერ შედი მეთქი, რომ იქნებ ვერ გაკაჩოთქო რა. მაგრამ მითხრა რომ არაო, შევალო, მერე შევალ და მოიყვანა დღემდე და ცხიმის წვა არ ვიცი, მაგრამ ის სველი ვარ, აი ესეთი სველი არ ყოფილა რა, კაი ხარია. That's what she said. That's what she said. მოკლედ, კვირაში ერთხელ მაინც უნდა შევიდეთ რა ამ ჯგუფზე. მე შევარქვი, რომ იცოდე ამ ოთახს სახელი. რა, ითხრა? რა. საშინელებათა ოთახი. დარღვევა რო ქონდა, მაგის მერე რო ეს ქონდა, როგორ მიხარო და იცით რომ იქ ის დარჩენ ასიამონები აქ მე გავიცინე რა. მოდი არც დავარღვიო და აქაც აღარ შევიდე. მოკლედ, ეგ არის, კვირაში ერთხელ ამას ჩაუსვავთ და ვარჯიშზე გადავინაცვლით. Go. ბევრს გონია რომ ჩითმილი პროცესს საფუჭებს. აგერ კვლევა, აგერ ჩემი 8 წლიანი გამოცდილება, კვლევის ფარგლებში შეადარეს კაცრი დიეტის და მოქნილი კვების პირობებში ადამიანები და მან ნათლად აჩვენა, რომ მოქნილი კვების პირობებში ადამიანები ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო ნაკლებად არიან დასტრესილები. მით უმეტეს, თუ კერძებს ისეთ ადგილას მიირთმევთ, სადაც თითოეული ინგრედიენტი უმაღლესი ხარისხით არის შერჩეული, დამიჯერეთ. შესაძლებელია, რომ ჩითმილი გახდეს პროცესის ნაწილი და კი არ შეანელოს ის, არამედ ააჩქაროს რაკეტის სისწრაფით. რატომ ჩავსვით მაღალი ინტენსივობის კარდიოვასკულარული ჯგუფური ვარჯიშები რობის დღის წესრიგში? მითია თუ რეალობა, რომ ისინი ცხიმებს განსაკუთრებულად სწრაფად წვავენ. მოდი შევხედოთ ციფრებს. მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი ჯგუფური ვარჯიშები დაბალი ინტენსივობის სტანდარტული კარდიო ვარჯიშებისგან და გულისხმობ სიარულს ან ძუნძულს დიდად არ განსხვავდება ციფრებში. თუმცა, მთავარი განსხვავებაა დროში. მათ 40%-ით ნაკლები დრო სჭირდებათ იგივე შედეგის მისაღწევად, რაც რობის მსგავსი დაკავებული ადამიანისთვის ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. მიუხედავად ამ ინტენსივობისა, პროცესი ძალიან კომფორტული არის. რობი კიდევ 3 კილოგრამი დაიკლო და მის გვერდებზე ცხიმის მასა საგრძნობლად შემცირდა. თუმცა ძალა იზრდება. ჩვენ ყოველ 2 კვირაში ვზრდით სამუშაო წონებს 10-15%. ხოლო რამდენად გემრიელად ვარჯიშობთ,
ალბათ ვიდეოებიდანაც ჩანს. ულალა. კაია. კაია. ოჰო. ბიჭო, კამერისთვის მოვიჭინთები მეთქი რა ვიდეო გითხარ. კაჩუნდი. დავასწრები. ვიდი. გეხმარები ბრატ, აი, შენთან ვარ. გავიჭედე. ეგ არის всё. კაია. მიდი, შენია. და გვრიდა? აა. ძუძუები გეტყობა ბრატ. ეკარი. ოპა. როცა ორივე ხელს ერთად აწვევი, შეიძლება ვთქვათ მარცხენა კერდი უფრო ძლიერი იყოს და წამოგაწევინოს წონა, მაგრამ როცა ჰანტელებით მუშაობ, ეგ პლუსი აქვს, რომ ორივე ვითარდება დამოუკიდებლად საერთოდ. და თუ რამე ხარვეზი აქვს, კონც ეგრევე ჩნდება 2-3 კვირის შუალედში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ წოლჟების ჩამნაცვლებელს და ურტყავს უშუალოდ კერდის შიდა ნაწილს და შუა ნაწილს. ზუსტად ეს ტვისტი აძლევს მაგ ყველაფერს, რომ შიდა ნაწილზეც იმუშაოს. და მარტო არ კონცენტრირდეს მკერდზე. კარგია. მთლიანად ჩემ თავზე არ ავიღებ ახლა ამის მკერდის გაზრდას, გენეტიკურად დიდი მკერდი აქვს. კაი ძუძუ კაია. ძუძუ კაია, ბრატ. კარგია. აჰა, ვერცელ გიბეშობია. 12-საც ჩამოწონასაც. ოჰო. ეს ტრენაჟორი ყოველთვის მაქვს ჩასმული მკერდის ვარჯიშებზე, იმიტომ რომ იდეალურად ურტყავს შიდა ნაწილს. რაც კი ძალა გაქვს დარჩენილი, ბოლომდე გააქვს. ეგ არის ძმა. სულის ბოლო წერტილში აღწევს. აი ეს მიგაქ რა, წინ და всё. ქვემოთ და ზემოთ როგორც კი აწევ, დელტებს აწვება და ყესებს და ცუდია რა და ასევე მიეყრდენით აუცილებლად სკამს, იმიტომ რომ სკამს თუ არ მიეყრდნობი, ხერხემალის იჭიმება და პირველი მისვლა, მეორე მისვლა არაფერი, მაგრამ ეს დღეების განმავლობაში მე ტკივილი იცის სასწაულად ცუდი რა. ეგრე ვითარდება საერთოდ თიაქარი, რომ არასწორად ვარჯიშობ. მიდი. კარგია, მოაწექი. აი, იმენა ამით მოაწექი. მიდი. აი, იქიდან დაგეხმარები მოისა. დავაი. მიდი. კარგია. 12 ძმა. ეგ არის. ოპა, всё. დღეს განსახილველი პროდუქტი კი არის ცინკი. ცინკი პირდაპირ კუნთს არ აშენებს, როგორც ამას კრეატინი ან პროტეინი შვება, ან ტესტოსტერონის სუპერბუსტი არ არის. თუმცა ის 38-მა კვლევამ აჩვენა, რომ პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეზე. რობის მსგავს ადამიანს, ვინც ბევრს ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება, ცინკი სჭირდება მისი დეფიციტის თავიდან ასარიდებლად, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების მხარდასაჭერად. ვინც არ იცით, ფარისებრი ჯირკვალი პირდაპირ მნიშვნელობით იღებს მონაწილეობას ჩვენს მეტაბოლიზმში, ასევე ენერგიის ხარჯვაში და სხეულის ტემპერატურის კონტროლში. აქედან გამომდინარე, ცინკი სჭირდება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსაც. ხოლო სად შეგიძლიათ შეიძინოთ ეს მულტივიტამინი, შეგახსენებთ, რომ Q&T-ის ნებისმიერ დანამატი შეგიძლიათ შეიძინოთ AOS-ის ნებისმიერ ფილიალში. აი ეგ არის მედი. ეს არის ტოპ ვარჯიში ჩემთვის. ფრანგულით. ვცდილობთ, რომ ვიდაყვები წამოვიღოთ და დელტებს ურტყავს შუასაც და წინასაც რა. მით უმეტეს, როდესაც მკერდს ვარჯიშებ, დელტები ისედაც ჩართულია, გინდა არ გინდა. ძალიან პროფესიონალურიც რო იყო. და საბოლოო ჯამში ამ ვარჯიშით მე უკვე ვთიშავთ ბოლომდე. ამ ვარჯიშის ის მომწონს, რომ თვითონ სივრცულად მოაქვს ხოლმე დელტები. ანუ ზოგიერთი ვარჯიში ხო არის, რომ ფორმას გამოკვეთავს, არა ეს ზომაში გიზრდის და სანამ ფორმაში გამოკვეთავ, ეს ხაზების დატყობა მოგინდებათ იქამდე, ამით უბრალოდ წამოწევთ, ეხლა არის ბოლომდე დაჭიმული. და საბოლოო ჯამში გვაძლევს
დიდი ზომის დელტებს. ლიკა მასწავლა უეჭველი. სახეზე არ შეიტყო წონა რომ ძიმიაო. უკვე იმ ლეველზე არის, რომ შეუძლია რომ შესვენების დროს მივიდეს და მაგას არასწორად აკეთებ ბიძიო უთხრა. მიდი. იგაცმასწავლე. ოპა. გათიშა. აი შენი გასაკეთებელი. არაფერი არ გიშურს. მიდი. მიდი, როგორ უნდა შენია. ყველაფერი არ. კარგია. ოჰო. მიდი, ძმა, მიდი. გაჭედავსო. მიდი. რა, ორიც გააკეთე და ეგარე. მიდი, მანახე. ბოლომდე წაიღე ერთიც. ეგარი, всё. აჰა, ბრატ. მოვკალით ეკუთიც. თოკის ვარჯიში დავამთავრებთ. ეს არის ტრიცეპსისა ეს სამაფი შეაჯამებ და ასრულებ ფორმებს გამოკვეთავს ვიზუალური ესთეტიურობისთვის არის ყველაზე იდეალური ვარჯიში და ეხლა ის თქმა უნდა პირველ რიგში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ხოლმე რომ აი ხრევით მიდიან ესე ხრევს ვასწორებ ხელის მოძრაობა შეგიძლიათ ბოლომდე არ აიტანოთ და აი ბოლო ნახევარი წაიღოს ხელმო რო ჩაიტან შლი იმიტომ რომ ტრიცეპსი ზოგადად ტრიცეპსის მოძრაობა არის ხელის გაშლა, მაგრამ თან აი ესე ტრიალებს ტრიცეპსი. შენი ხელის ბუნებრივი მდგომარეობა არის ეს და თოკი მაგიტო არის იდეალური, რომ მაგ მოძრაობას გვაკეთებინებს ბოლომდე და კუნთი როგორც კი შაშლი, მაშინ იჭიმება ბოლომდე და ესთეტიური მაშინ არის. ია, მიდი ძმაი, როგორ წამოვიდა შენი ტრიცეპსი. წამოიღე ბოლომდე გაწურე, მიდი. წამოიღე გაწურე. მიდი. აი ხა 15. აი ეგარი. ახლა ძმა. ეგარი რა. ავეთ. დღევანდელი დღე ჩაძაღდა და ჩვენი ტრიცეპსებიც ჩაძაღდა. ახოძე. ეხლა რა ვქნათ იცი? ჩვენ შემდეგზე ხო უკვე ფაქტიურად ბოლოს წინა ვიდეო გვექნება. აი იმენაწონები უნდა ვზარდოთ. ეცადე რომ ნახშირწყალზე კარგად იყო რა. ძალიან ნახშირწყალთ არის შემშე. ხო, ენერგია გქონდეს, რომ წონები ბოლომდე გავწყვეტ. შემდეგ ეპიზოდში ვარჯიში სტანდარტულად გაგრძელდება, თუმცა აგიხსნით პროცესის უმნიშვნელოვანეს ნაწილს სტრესს. როგორ მოქმედებს ჩვენზე კორტიზოლი და რა ვქნათ მის დასარეგულირებლად. მოკლედ, 5 შაბათს დაგიბრუნდებით 8 საათს.